დალიანის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პირველი დღე და საქართველოს დელეგაციის პირველი წარმატება. ანაკლიის სპორტი და საგზაო ინფრასტრუქტურა. ჩინური მხარე საქართველოში კონკრეტული საინვესტიციო პროექტების განხორციელებას აპირებს. დღესვე მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ჩინური ინვესტიციით ვაგონმშენებელი ქარხნის აგებას ითვალისწინებს. საქართველოს სატრანზიტო და საინვესტიციო პოტენციალი იყო პრემიერ-მინისტრის მთავარი გზავნილი ჩინეთში დალიანის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას. ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ ვექტორზეც გაამახვილა. ჩვენ გვინდა გავხადოთ საქართველო ხაბად, ეს იქნება სასარგებლო ყველასთვის. თუ ნახავთ რუკას, საქართველო მდებარეობს გზაჯვარედინზე. ეს უმოკლესი გზაა ევროპასა და აზიას შორის. ჩვენ უნდა ვიყოთ უფრო მოქნილები, გვაქვს პოლიტიკური ვექტორი, გვინდა ვიყოთ უფრო ახლოს ევროკავშირთან და მოვაწერეთ ხელი ასოცირების ხელშეკრულებას, თუმცა ეს არ გვზღუდავს აზიურ სახელმწიფოებთან სავაჭრო კავშირებში. არ გვზღუდავს რუსეთთან პრაგმატული და ძლიერი ეკონომიკური კავშირებისგან. ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ქართულმა დელეგაციამ დღეს დილიდან გამართა შეხვედრები ჩინეთის ბიზნეს სექტორთან, მათ შორის მიცუბიშის წარმომადგენლობასთან, სხვადასხვა ქვეყნის სამთავრობო დელეგაციებთან. პრემიერ-მინისტრი შეხვდა მონღოლ კოლეგას და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ხელმძღვანელს. თემების სპექტრი ძალიან ფართოა, ეს არის უპირველეს ყოვლისა ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია, ეს არის ენერგეტიკის სექტორი, ეს არის ტრანსპორტის სექტორი და ასევე ეს არის ტურიზმი და ხალხთა შორის ურთიერთობის მიმართულება. ქართულმა დელეგაციამ დღეს ჩინურ მხარესთან კონკრეტული საინვესტიციო პროექტები განიხილა. ჩინეთის განვითარების ბანკის ხელმძღვანელობა საქართველოში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტებით და ანაკლიის პორტის მშენებლობით დაინტერესდა. განვიხილეთ რამოდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი, ეს არის საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, სადაც მთლიანად ეს ერთობლიობა, რაც იყო ჩამოთვლილი, არის მზად განახორციელოს მილიარდზე მეტი დოლარის ინვესტიციები, ასევე იყო ნახსენები ანაკლიის პროექტი, სადაც ასევე ჩინეთის განვითარების ბანკმა დაგვიდასტურა თავისი ინტერესი აღნიშნული პროექტის დაფინანსებაზე. არსებობს ორი დიდი პროექტი, საგზაო ინფრასტრუქტურული და პორტის პროექტები. ორივე მათგანზე გვაქვს ჩვენი ინტერესი და იმედი გვაქვს ორივე პროექტი წარმატებით განხორციელდება, რაც საქართველოსთვის ძალიან შედეგიანი იქნება. პრემიერ-მინისტრმა დელეგაციასთან ერთად ჩინეთის ვაგონმშენებელი ქარხანაც დაათვალიერა. მოგვიანებით მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. დოკუმენტი საქართველოში ერთობლივი ვაგონმშენებელი საწარმოს აშენებას ითვალისწინებს. მემორანდუმი ფორმდება ორ კერძო სუბიექტ შორის, რაც შეეხება ჩვენს ინტერესს, საქართველოს რკინიგზის გადაწყვეტილებაა, რომ ჩვენ გადავიდეთ თანამედროვე ლოკომოტივებზე, კერძოდ 100 ქრონული ძრავების მქონე ლოკომოტივებზე. ჩინეთის ქალაქ დალიანში ქართული დელეგაცია შეხვედრებს ხვალაც განაგრძობს. მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში 90 ქვეყნის 1500-მდე ბიზნეს და სამთავრობო დელეგაციის წარმომადგენელი მონაწილეობს.